Same, but different. იგივე, მაგრამ განსხვავებული. დღეს ვაკ 4 დანადგარი, რომელსაც თითქოს და ერთნაირი ფუნქციონალი აქვს, მაგრამ თან განსხვავებული აქვს. მოკლედ, ეს შედარების ვიდეო არ არის, ეს ვიდეო სადაც ავხსნით უშუალოდ ამ დანადგარებს რა შეუძლიათ და რომელი გამოგვადგებათ თქვენ. ერთი არის მულტიკუქერი, მრავალფუნქციონალური ქვაბი. გვაქვს ნელის სახარში, Russell Hobbs-ის, გვაქვს კოსორის pressure cooker-ი, მაღალი წნევის ქვაბი და ბრინჯის სახარში. დაუშვათ არ გაქვთ სახში აეროგრილი, ან ამ მაგვარი ტექნოლოგიით დანადგარი და თქვენი პირველი ნაბიჯებია ელექტროკულინარიაში, ხო? ეს დანადგარი იდეალურია, იმიტომ რომ აქვს როგორც აეროგრილი, ასევე ნელის სახარში იოგურტის ამოყვანი, სუვიდი ფრანგული ტერმინი, რაც ნიშნავს ვაკუუმის ქვეშ, არის მომზადების ხერხი, როცა ვაკუუმ პაკეტში ათავსებ პროდუქტს და შემდეგ იმერსიულ ბაზანაში დაბალ ტემპერატურაზე ნელა ხარშავ. ისე რომ არ დააზიანო შემაკავშირებელი ბუჯეტები და მიიღო მაქსიმალური არომატი. Slow cooker-ი წნევის სახარში ყველაფერი არის ერთში, ეს თქვა. დეჰიდრაციაც კი შეუძლია ამ დანადგარს. საკმაოდ ბევრი რამეა რომ ერთმა დანადგარმა აკეთოს. დროში თუ გაგეწელებათ, მაგრამ თუ საწყისია თქვენთვის და სხვა რაღაცები გაგაქვთ, ძალიან კაი საწყისია ეს. დაუშვათ და სახში აეროგრილი გაქვს უკვე. და გინდა ახალი ჰორიზონტები გახსნა კულინარიაში. აქ შემთხვევაში ეს დანადგარი pressure cooker-ი წნევის ქვეშ სახარში, pressure cooker-ი ქვაბი, რომელიც ქმნის მაღალი წნევის გარემოს გერმეტულობის საშუალებით და ეხმარება რომ მაღალი წნევის და ტემპერატურის ქვეშ არომატების შენარჩუნებასთან ერთად მოხარშოს რაღაცები ისე რომ კავშირები დაიშალოს ძალიან ნაზად და მიიღო იდეალურად ნაზი ხორცი და ბოსტნეული. გარდა მაგისა, ფუნქციურად აქ ყველაფერი ისაც აქ ნინჯას მინუს აეროგრილი. ანუ შეუძლია როგორც სუვიდი, ასევე შეუძლია იოგურტის ამოყვანა, ასევე შეუძლია, რა ვიცი, ცხობა, ცომის გაკეთება, ცომის აფუება ფაქტობრივად ყველაფერი შეუძლია. რაც შეეხება Russell Hobbs slow cookers, მოყვარულისთვის ნაკლებად არის, უფრო ცოტა მონდომებული მზარეულისთვის არის რა. აქ ნელა ხარშვის ფუნქცია, აქ როგორც სუვიდის ფუნქციაც, აქვს იოგურტის დაყენებაც შეგიძლიათ თურმე, მაგრამ ფუნქციას რო ვიძახი, უნარი აქვს. წინასწარ განსაზღვრული ფუნქციები არ აქვს, ნელაქსო დააჭერო. ცოტა მეტი უნდა გესმოდეს კულინარიაში, რომ ეს ინსტრუმენტი გამოიყენო, მაგრამ აქვს ეგეთი სასწაული რაღაც, აი ეს ნემსი, რომელთაც ჩააჭრობ ხორცში და არა მხოლოდ გარე ტემპერატურას გამოიყენებ, არამედ შიდა ტემპერატურას გააკონტროლებ. უფრო ზუსტი ინსტრუმენტი არის, ვთქვათ, მზარეულისთვის. აქ ყველაზე დიდი ზომის აუზი აქვს, ძალიან მაგარი რაღაცა, თუ მონდომებული ხარ. რაც შეეხება ბრინჯის სახარშების უზარმაზარ ბაზარს თანამედროვეობაში, ეს სხვადასხვა ბრინჯის სახარში, რა თქმა უნდა, არ არის. ნებისმიერ მარცვლავს მოხარშავს, წიწებურიდან დაწყებული ბრინჯით დამთავრებული, ასევე აქვს საორთქლე, ანუ შეგვიძლია ბოსტნეულით დაორთქლო, შეგვიძლია კარტოფილიც მოხარშო. კარგი ინსტრუმენტია დამხმარედ რო კონდეს. ანუ ჩემი სუბიექტური აზრით, თუ გაქვს რომელიმე აქედან უკვე, ეს არის იდეალური, ესე ვთქვათ, გარდირის გასაკეთებელი ინსტრუმენტი. მარტივად რო ვთქვათ, თუ ეძებს ყველაფერს ერთში და გინდა რომ ყველა ფუნქცია კონდეს, მულტიკუქერი იდეალური ვარიანტია. ცოტა ძვირია ვიდრე სხვა რაღაცეები, მაგრამ მართლა ყველაფერი შეუძლია, რაც ხვებს შეუძლია. თუ ხარ ენთუზიასტი კულინარი, თუ გინდა რომ კონტროლი შენ ხელში იყოს, Russell Hobbs-ის slow cooker-ი იდეალური დანადგარი არის თქვენთვის. რაც შეეხება კოსორის, როგორც თქვით, თუ აეროგრილი გაქვს უკვე სახში, ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც მაგალითად ნინჯას აქვს, მინუს აეროგრილი, ამიტომ იდეალური ვარიანტია თუ გინდა კარგი მულტიფუნქციური წნევით სახარში. და ბოლოს კოსორის ბრინჯის სახარში დანადგარი, რომელიც ძალიან კაი დამხმარეა, კარგი გარნირებისთვის, თუ გაქვს რომელიმე სხვა დანადგარი უკვე შესანიშნავი თანმხლები ინსტრუმენტია. შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რა შემჭირდება მაღალტექნოლოგიური ქვაბი სახლში. კულინარია სულ წინ მიდის და ტექნოლოგია კულინარიას აწובה. ამიტომ სულ ელემენტარულად არ ჩამორჩი თანამედროვე კულინარიას, მაგისთვის ძალიან საინტერესო ინსტრუმენტია. თან ხანდახან შეფობლოდ გაზი არ იყოს და ცხელი საჭმელი გინდოდეს.